შესანიშნავია. Ამ შეხვედრის ბოლოს მინდა ასევე გესაუბროთ სურათების SEO-ზე. ანუ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებაზე, ამ მიმართულებაზე, რომელთაც შეგვიძლია რომ ჩვენი ვიზუალური მასალით ასევე მივიღოთ მოხარებლის ყურადღება და მივიღოთ ასევე ვიზიტორები ჩვენს ვებსაიტზე. შეგახსენებთ რომ საკმაოდ დიდი რაოდენობის ძებნები ხორციელდება ყოველდღიურად კონკრეტულად სურათების მიმართულებით. ადამიანები კონკრეტულ keywords ჩაწერენ, მაგალითად, თეორიულად ფეხსაცმელი, Google-ის საძებო სისტემაში და ელოდებიან სურათებს. რა სურათები არის განთავსებული მათ keyword-თან დაკავშირებით. ჩვენ ასევე გავვლით სტრატეგიას, რომელთაც შეგვეძლება რომ სხვა ადამიანები, რომლებიც აიღებენ ჩვენი ვებსაიტიდან, რესურსიდან სურათებს, მათ მოთხოვოთ ჩვენი ლინკის დამატება და გამოყენება. ეს საკმაოდ საინტერესო და გამოყენებადი სტრატეგია არის. თუმცა მანამდე მოდით ვისაუბროთ სურათზე. მე გიჩვენებთ რომ სურათი შექმნათ უფასო რესურსებიდან. ჩვენ სლაიდში მითითებული არის ის საიტები ჩამონათვალი, სადაც განთავსებულია ეგრეთ წოდებული royalty free სურათები, ანუ ის სურათები, რომლებზედაც საავტორო უფლებები არ ვრცელდება. ამ ვებსაიტზე შეგიძლიათ აიღოთ სურათები, ისინი დაამუშაოთ მაგალითად Canva-ში ან სხვა ედიტორში ნებისმიერში და შემდგომში გამოიყენოთ თქვენ საიტზე ასატვირთად. თუმცა სანამ საიტზე ავტვირთავთ, მნიშვნელოვანი არის რომ სურათს მიუთითოთ თავისი ატრიბუტები. ატრიბუტებში იგულისხმება title, სათაური და ეგრეთ წოდებული alt ტექსტი. როცა ჩვენ ვირჩევთ ნებისმიერ სურათს, ჩვენი კომპიუტერიდან მაგალითად დავტვირთავთ მას ჩვენ სისტემაში, უკვე აიტვირთა ეს სურათი, როგორც კი დავაკლიკავთ მარჯვენა კოლუმში, ჩამოიტვირთება მსგავსი გრაფა. აქ მითითებული არის alt ტექსტი, აქ მითითებული title. ეს ორი მნიშვნელოვანი გრაფა გახლავთ, რომელიც ახმადი არის სრულად საძიებო სისტემების მიერ. ასევე მინდა გითხრათ, რომ საძიებო სისტემები ხედავენ რა წერია უშუალოდ სურათზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე გირჩევთ რომ alt text-ში გაწეროთ SEO ოპტიმიზირებული keyword-ები, სიტყვები, რომლებიც დაკავშირებული არის თქვენ სურათთან, თქვენ სტატიასთან. ასევე სურათის სათაურში გთხოვთ რომ ჩაწეროთ SEO ოპტიმიზირებული სათაური თქვენი სტატიის. მსგავსი ქმედება გაზრდის შანსს იმისას, რომ Google-ის საძიებო სურათების სისტემაშიც გამოჩნდეს თქვენი სურათი და ადამიანების სურათებიდან გადმოვიდნენ თქვენ სტატიაში. ასევე თუ კი სხვა ადამიანი ჩამოტვირთავს თქვენ სურათს და ატვირთავს თავის საიტზე პირდაპირ, ავტომატურად გაყვება alt ტექსტი, ანუ ის მაჩვენებელი, რომ ეს სურათი ჩვენ გვეკუთვნის. ეს კი ძალიან კარგად იმოქმედებს ჩვენი რესურსის ვებსაიტის დარანკვაზე საძიებო სისტემაში. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის, ჩართულობისათვის, ამ შეხვედრის ბოლომდე გავლისათვის. რესურსები, რა თქმა უნდა, მითითებული არის და ატვირთული არის უშუალოდ ამ ლექციის განყოფილებაში. შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და აქტიურად გამოიყენოთ. დროებით და მომავალ შემდეგ შეხვედრამდე.